დედა ღვთისმშობელმა გამოატანა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც პირზე მიიდო, სახეზე მიიდო და მასზე გარდამოვიდა სასწაულებლად დედა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი, რომელიც ხელს ეჭირა. და ზუსტად აი ამ ხატის მადლით და ძალით ღვთისშეწევნით ეს სამძრის ქალბატონის თავრის ვაჟიშვილი აღადგინა მკვდრეთით და აი ასე კიდევ ერთი დიდი სასწაული მოახდინა. ამის შემდეგ ჩვენ ვიცით რომ ანდრია პლოწოდებულმა აწყორში ააშენა დიდი ტაძარი, რომელიც დღესდღეობით აღდგენას ექვემდებარება. თავდაპირველად ეს ტაძარი იყო სავარაუდოდ ხის ტაძარი, სადაც დააბრძანა დედა ღვთისმშობლის ხატი და ამის შემდეგ უკვე ანდრია პლოწოდებული აგრძელებს გზას, მიდის და მოაქცევს ქართველ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ანდრია პლოწოდებულის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავთ ორჯერ 12 მაისს, ასევე 13 დეკემბერი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზაფხულზე 12 მაისს შემოვიდა ანდრია პლოწოდებული საქართველოში და უკვე გარდაცვალების პერიოდს აღნიშნავს 13 დეკემბერს. მე თვითონაც ვსახურობ ბორჯომში ანდრია პლოწოდებულის სახელობის ტაძარში, რომელიც ააშენა მამა ანდრიამ ტარიადისმა, არქიმანდრიტმა. ყველას გილოცავთ ანდრიაობას, გულოცავ ჩვენ პატრიარქს, გილოცავთ თქვენ, გულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადებელ ადამიანს. შეგვეწიოს წმინდა ანდრია პლოწოდებულის მადლით და ძალა და მისი ლოცვა არ მოხლებოდეს საქართველოს და ქართველ ხალხს.